კარგით, გავასწორო. ესე იგი, დღეს დილის 8 საათისათვის, როგორც ცნობილი გახდა, ხელისუფლების მიერ მოწყობილი ყოფილა პიკეტები ამ ბანაკის დაბლოკირების მიზნით. ამ ბანაკის დაბლოკირების მიზნით. სწორია ესა? აი აქვე რომელი რაიონის არა ნაძალადევის რაიონის მილიციაზე. აქ ვიყავით ბატონო რომან ჩვენს როდესაც აქიდან პოლკოვნიკმა დარეკა მილიციაში და დადგინდა რომ არავითარი თავდასხმა მილიციაზე არ ყოფილა გენჯაში ხო? ადასტურებთ არა ბატონო? ესე იგი მიდის ეთერში ყალბი ინფორმაცია. დეზინფორმაცია ფაქტიურად. ეხლა რას მოითხოვს დეპუტატთა კორპუსი, რომელიც შერაცხული არიან მოღალატეებად, ფუშისტებად და ასე შემდეგ. სხვათა შორის ამ დეპუტატთა კორპუსის ნაწილობრივი წილიც არის იმაში, რომ მოხდა მოლაპარაკება, შეთანხმება დაიბეჭდა პრესაში და გვარდია გამოერიდა თბილისს, რათა მოხდილიყო ილუზია, რომ გვარდიის აი ამ ნაწილს აქვს განზრახული მთავრობის სასახლის აღება და ხელისუფლების ძალადობის დამხობა. ამას რაც მოყვა დღეს დავინახეთ. ამიტომ დეპუტატთა კორპუსი ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ღია სესიას. რადგან დახურული სესიის შემთხვევაში იქ შეიძლება გადაწყდეს ისეთი საკითხები და გადაწყდეს არა ობიექტურად, რომელსაც შეიძლება კიდევ უფრო კატასტროფიული მნიშვნელობა იქონიოს. კერძოდ დღეს პრეზიდენტი დღევანდელ პრესაში და სხვათა შორის ეხლა მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს ისევ პრეზიდენტის გარშემო მყოფ დეპუტატთაგან აი აქ წარმოდგენილი არის სამი პიროვნება და მეც ამათ და მე მგონი ყველა ვინც იცნობს როგორც ერთ-ერთ ყველაზე პატიოსან ხალხს აი დარჩენილ კორპუსში. მიუხედავად ამისა არსებობს გარკვეული ეჭვი სამწუხაროდ მაგდამიც და აი რატომ დღეს აცხადებს პრესაში ბატონი ზვიად გამსახურდია საქართველოს რესპუბლიკაში, რომელმაც განაცხადა, რომ ოპოზიცია დამარცხდა და დაიწყო მისი შეიარაღებული ფორმირებების გაყვანა თბილისიდან. მან მოუწოდა ერს გაირაზმო იმისათვის, რომ მოხდეს ამ ფორმირების მშვიდობიანი განიარაღება. როგორ ხდება დღეს ეს მშვიდობიანი ვხედავთ, რათა არც ერთი ქართველი სიცოცხლე არ მოისპოს. უახლოეს დღეებში გაიმართება უზენაესი საბჭოს სესია, რომელიც საკადრის პასუხს გასცემს იმ დეპუტატების საქციელს, ვინც პუჩს ამოუდგა მხარში. აი ეს სესია დეპუტატი ნათაძე ამჟამად ცდილობს თემის მოსახლეობის მობილიზებას. ამას რომ გაყვირიან ვერაზე ვაკესა და საბურთალოზე. ხოთა გაიწ რა იგი დამანახეთ რა ტელევიზორში. ტელევიზორი დამანახეთ რა იგი ხარ. არა ხო პრობლემა. და დაინი ხარ. უკანასკნელ დღეებში უკვე მრავალ და მოგდას მოსახლეობა. წერეთჯორს თითქოს შავნაბადაზე დახოცეს 60 გვარდიერი. თითქოს თელასი არავითარი თავდასხმა არ მოხდა. არამედ იყო სროლა მეკორწილეებს შორის და სხვა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, თბილისში არ არის არც ერთი ჩეჩენი და ინგუში. თემქაზე არ არის საბჭოთაზე არის. მოგიწოდებთ გააძლევთ ისე პროვოკატორები და მათი დამკარშები. ბატონო თამას ისონ როგორ გონია რა უშუალო სამწუხაროა. ღია სესია. ეს ხოდი იქნებ ბატონო იქნებ გავაგზავნოთ იმ ამას. გავაგზავნოთ. ამას უფრო მეტიც. თბილისის ზღვის მხრიდან წამოვიდა ვერტფრენი, რომელიც შეერაღებული იყო ტყვიამფრქვევით და რომელმაც პრაქტიკულად ტყვიამფრქვევიდან ისროლა. დაუშინია გავაზრდოთ რომ ბლოკადაში მონაწილეობდა ომონის არა ამას მithmet ვერტფრენი არ იყო ვერტფრენი აწარმოებდა უწყვეტ ცეცხლს. უკაცრავად. კარგით, გასაგებია. თუ რაღაც სხვა ინფორმაცია მეკთხოვთ და სხვა წყარო თუ არის იქნება შევამოწმოთ ან ნახოთ. ჩავწეროთ რომ შეიძლება ბლოკადის მოწყობაში მონაწილეობდნენ ზუგდიდისა და სამტრედიის ბატალიონები, მილიციის ყველგანყოფილებები და ომონი. ომონის თანამშრომელი აქ არის, მე ვესაუბრე ომონის თანამშრომელს, შეიძლება თქვენც ესაუბროთ საინტერესო. ხო. თქვენ რომ გაესაუბროთ, კარგი იქნება, ახალგაზრდა ვაჟია, როგორ წამოვიდა, როგორ მოვიდა. უკაცრავად რა. შემოვიყვანოთ ყოველგვარი შეიძლება შემოვიდეს ყოველგვარი ინსტრუქციისა ყოველგვარი შემოვიდეს სასახლის გარეშე ამოიყვანეს აქ ამის შედეგად რაც მოხდა 4 კაცი არის დაჭრილი ამ მხარეს ამ გვარდიელების მხრივ 2 მძიმედ დაჭრილია სავადმყოფოში დაიყვანეს 2 აქ არის 2 აქ არის დარჩენილი
სასწრაფოებს არ უშვებდნენ, წითელ ჯვარს არ უშვებდნენ, როდესაც ასეთ სიტუაცია შეიქმნა. აი ეს ინფორმაცია არის. ეგ შეიძლება ყველა წავა უნებლად საქმს. ესე იგი თქვენ ამას არ იზიარებთ თუ არ გჯერათ პრეზიდენტის სიტყვას. აი ეს ამჯერადაც უკაცრავად მეგეწვიდებლა. აი ბატონმა თედო მოგახსენებთ თქვენ რომ ჩვენ გარკვეული ძალისხმევას თქვენ დავხვდით. რატომ გასუხობთ მე? ხარ თქვენ ამას არა მეგეწვით თქვენ ჩვენ მეგეწვით. არა ეს პირველი არ გჯერა. იმიტომ რომ მე ჩამოგიტყვით ეხლა პრეზიდენტი 30 გიტყვით. რომ გჯეროდეს დაშენ ბატონ თენგის რომ გჯეროდეს რომ გჯეროდეს არასწორად. რომ გჯეროდეს ეს სიტუაცია არ ხდება. ორი ხუთი თქვენ ხარ თქვენ მოხვედით თორე როგორ მისურვებთ თქვენ თვალებს. მე თქვენზე ვარ ძალიან გაბრაზებული. რამდენი თქვენ ამოხვედით იმდენი შეგიტრიებდათ იმდენი სენსაციამდე მოსაუბრე გარდით და მაგრამ რო ჩვენ შორის ჩადით პრეზიდენტ შორის სესია ხომ მოითხოვეთ? რა სესია იქნება მალე და უჩინი დეპუტატების ინსტიტუტის უზენაესი საბჭოს რომელიც საკადრის პასუხს გასცემს იმ დეპუტატების საქციას ვინც პუჩს ამოუგზავნა მხარს. თქვენ ვის შორის რამდენიმე ფრაქცია ხო არასდროს არის თქვენი ფრაქცია შეიქმნა თქვენი ფრაქცია არის ბატონ მოდარის ფრაქცია პარლამენტში გადავიდეს ეს საუბარი გადავიდეს ამათანე მომატყვეს ომრობა კაცმა იცი რამდენი არამჭი ორჯერ მომატყვეთ მესამით ვატყვევ დღეს გითხარით რომ წადი გადაეცით ჩვენი არახს არ დავყარ დედას მოუთხრა მე მაგას იცოდე აი ბოლომდე ვებრძოლები სანამ მე ცოცხალი ვარ და ეს გვარდიელი ერთ-ერთი გვარდიელი იქნება მაგას სისხლს ამოუღებ თენგის შენ რომ ეს მითხარი მე გითხარი პასუხად რომ აი ესე შენახად მოდიხარ იგე პასუხებლობას შენ იმაზე შენ გატყვევს ეგა და შენ გეტყვას ზურგში ლაფას მე კი არა მე კაცობაში აზრმებლებ შენ არა კაცობას ამჟღავნებ ვიდრე მოდიხარ და იგივე იმაზე გამწყურებ და მოდიხარ და მე მერებით აკეთებ დაწესი ესა და მათყვევთ მე არ გეფერებ მე გითხარი რომ ამ ორთაბრძოლას მოყვება სისხლი მე ხოდა თვითონ უნდა ძმაო ხოდა მოყვება და სისხლი შენს გინდა და იმასაც არ მინდა გინდა შენ როგორ არ მინდა გეკითხებით ოფიციალურად აი დღესვე კიტოვანმა დაშალა გვარდია ჩააბარა ხო აღარ მოხდება საქართველოს თქვენი აზრით არც ერთ კაც ხელს არ შეაგებს ეხლა მე მაშინ ეხლა რატომ იცით მოო მეგობარ ოპერატორო აქეთ მომიშვირეს თუ გვარდიამ ბატონ თენგიზ კიდოვანის გვარდიამ მე ვარ ვალტერ სურღაია ყოფილი პოლიტპატიმარი 15 წლის ასაკში მქონდა საქართველოს დამოუკიდებლობის ორგანიზაცია დამოუკიდებლობისთვის მოკავშირეობის მე მაშინ ზუეთ გამსახურდიას არ ვიცნობდი არაფერს თუ გვარდიის ნაწილი არა დაყრის აი კიდე რას მიყვები არა დამამთავრებიათ ბატონ თენგიზ სიგუას პასუხობ მე აი კამერის წინ რომ თუ გვარდია იარაღს დაყრის და მაინც აი ეს გვარდიის წევრები ვინც იარაღი დაყარა თუ ესენი დაიჭირეს მე ვალტერ სურღაია ინტელიგენცია დეპუტატები ინტელიგენცია ნებისმიერი უშიდილის ვინ დაპატიმრეს იცი მომისმინეთ ოლიმპიური ჩემპიონი თამაზი მნაიშვილი დამამთავრებიათ საერთაშორისო ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე დილის 8 საათზე დაადგეს დამამთავრებიათ მე ესე იგი თუ პრეზიდენტის სიტყვა გამწუნდა და ეს ხალხი მაინც დაიჭირეს მე ვალტერ სურღაია პირობას ვდებ თქვენს წინაშე რომ იმავე წუთს მოვიკლავ თავს ეს იქნება პროტესტის ვეღობა თავი დაიწყო გიაბესაზე რა მოხდა ესე იგი აქედან გამომდინარე მომისმინეთ მე მჯერა რომ არავის არ შეეხებიან გაიგეთ რატომ მჯერა რა გაძლევს საფუძველს რო გეჯეროს გეკითხებ რა გაძლევს ბატონო ალტე ხელმა სოფლიო მიწილდა ბატონო ალტე ლოგიკიდან გამომდინარე რომელი ლოგიკაზე ვისა ლოგიკიდან გამომდინარე ზვიად გამსახურდია როგორც პოლიტიკოს არასწორ ბატონო როგორც პოლიტიკოს არასწორ დატეხა გამოვატარებული რა აწყობს გამოდიას მეგეთქვი საქართველოში მეფობა და ქართველი ერის დამონება აი ესა მის ბატონო ალტე მომიჩვიდე ჩემი აზრი არ არის ეს არის მსოფლიოს ბრძანება რომელიც პასუხისგებლობას ხსნის პასუხისგებლობას ხსნის ყველა ამ ეგრეთ წოდებულ ხუთში მონაწილეს უპირველეს ყოვლისა ეხება ჩანკურიას და ხაინდრავას თუ ეს მართლა
ესე იგი შესრულდება ეს ბრძანება. რატომ არ უშვებს პირველ რიგში? აი მაშინ დავიჯერე. ეს პირობა არის პირობა. რა პირობა არის? აი რატო იხუეთ? ვერ გავიგე. ამაზე დავიჯერე. ერთიწუთით რა, აი შემოძლებო, აი ვერ ვიცოდეთ. აი გასაკეთებს კიდე გამსახურდეთ და აი ეს რომ მოვიდნენ ეს ვაჟბატონები. თქვით ახლა როგორ წაგაცვეთ თელი საჭმელი და ისა. აი თქვენმა ხალხმა. კალბასი და პური მომქონდა რომ ვიმზამდები. გამაჩერე. გოლია ვინ არის და? ჩვენ გოლია ხო? არა. მოქალაქე. გოლია და ჩვენთვის მოგონდა მომქონდა ბიჭება პული მოაგროვეს და გამატარეს პური და კალბასი. მუში დილის შემდეგ არცერთ გვარდიას მარჩას ვერ რამდენი მოგონდა და გაიგეს მოქალაქეებს და მოგონდა ის 12 ზეხვი მოგონდა. აი რა ვაცალოთ რა თვითონ 12 წელი ზეხვი იყო და 50 პური იყო. და გამაჩერეს არ გამიშვეს. მილიციამ გამამატარა. მაგრამ ეგ გვარდიელებმა არ გამიშვეს. ზუგდიდის გვარდია. და გათიშა. გამაჩერეს გასაღებით წამართეს, საბუთებით წამართეს და მე ახდია ამას ამოიღებენ ალბას მიაქს და ისევ დაყვეს რომელიც ეგიდან გამომატარა რომ მივაყენა ასე რომ გაიგო პრეზიდენტი გა იმის ქვეშ ვიდექი, ტყვის ქვეშ და ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჩვეულებრივ რეისაკეთებს და როგორ შეიძლება იმას დაუჭირო მე და იარაღიდან. უკაცრავად რა, ერთიწუთით. პული მე უსვიშე და აგე დაპატიმრებული ყავს და არის. არის ძალას ხაცი გაიგებს. ბატონზემი. თბილისში მეგრელს ვეღარ გამიგეთ. სიტყვა მეგრელს ვეღარ იტანეს. ვიცით ეს ხელოვნურად არ არის და არის შექმნა უკვე მეგრელი კი კახოს დაატაკა. გუშინი განაცხადა ის ნაბიჯვრების ადარიანო შახაბაზის ნაბიჯვრებიო რატომ გორჩი არ მიდგინო კახელებზე გულისხმობს. ერი შექმნა ქალიკაც დაატაკა, სოფელი ქალაქს დაატაკა, ტომიტომს დაატაკა. ჩეჩნები დამიჯდა თქვა ზორი სიტყვა რა. თამარ გამყრელზე საუბედურად არ არის საქმის კურსი. ინფორმაცია არ აქვს დეპუტატ გამყრელზე მეგეუნებით სულა და როცა მოისმენს იმ ინფორმაციას. რა რომელსაც მოისმენს იმ ინფორმაციას. იცით მე ეკონომიკაში გადაყუპა თქვენმა პრეზიდენტმა მათქვეინეთ რა ის იმაში რატომ არ გინდათ რა გაიგე. რატომ არ გინდათ? სესიაზე უნდა გამოხვიდეთ. როდის? როდესაც იქნება? როდის? მე ვიცი არ ვიცი ჯერ იმ კვირაში. ხო, ჩემი ცხედარი იქნება, აქ ცხედარი მოილაპარაკო, ხო? რა უნდა მოსოთ ლაპარაკობს, ახლა ცოტა წვა გაანძლიეთ, ცოტა თვალები გაახილეთ. ვისამონებით? კაც რომელს დახუპა ერი? არ იქნება. ჩვენ ხალხი უმაღლეს საბჭოს პრეზიდენტში დადიხარში რა. დადიხარში გაგიცხებთ ხალხი? ის ხალი იქ არის მბრძანებლობს თუ არა? ერთ კითხვაზე გამიცითავს. ის ხალი იქ არ დადის. გინახიათ ამ დღეებში და რომელ ხალხი მეუღლეზე ლაპარაკია რა? რატო ისინი რა გონიათ რომ დამომიჭირეთ კაცო? ეს რა სიტყვაა? სიტყვაში არა, როგორ ლაპარაკო, ხალი რესპუბლიკის გენერალური პროკურორი ამბობს, რომ ბრძანებებს იძლევა ის ხალბატონი, მიბარებსო და ბრძანებებს იძლევა. შინაგან საქმეთა მინისტრია გენერალურმა პროკურორმა ასა. ის აგებს პასუხ თქვენ არ აგებს. ხალხს ნუ აფშინებს. როგორ ის ხალი საერთოდ არ მინახეო პრეზიდენტში, ის არის დღეს გამკარგულებელი. და ოჯახის წევრები. მე თუ გეკითხები პრეზიდენტის მეუღლეობა თანამდებობაა? არ არის თანამდებობა. რა უნდა პრეზიდენტს რას ბრძანებდეს? ამ დღეებში მე არ მინახავს. ამ დღე რომელ დღეში? გუშინ და გუშინ, წინ? გუშინ და იმიტომ ბუნკერშია ჩავდა. როდის ნახეთ ბოლოს? ხო ნახა რომ აი ამას რომ კაცი იტყვის, კაცი რომელიც პრეზიდენტში აბა როგორ შეიძლება? რომ დაღუპავს საქართველოს და ტირანია შექმნით მე შეიძლება? რომელი ბოლშევიკი იბრძოდა სკამისთვის ისე თქვენ რო იბრძოდა? ბატონი თამაზი. ერთიწუთით ბატონ თამაზი. გაბა თვითონ ამ გიქცა თქვენ რაც ახაც და საერთოდ. ბატონ თამაზი. გაატარეთ. ახლა იმაში და ხუთი ვარ ჩამოვიდა ხუთი შეასრულა თქვენ. შეასრულა გეუბნებ ხუთი ჩამოვიდა თბილისში კონსულობა. ჩამოვიდა. მე რა საუბარი იყო? გუში ულტიმატუმი ხოლო და მხოლოდ იმ რომ სისხლის ვარს ტელევიზიის შენობის წინ აგვეცილებია და იქ კონსულტაცია არ დავიყურებო. ჩამოვიდა გამოეცალა თქვა რა გინდა. სისხლი გინდა დალიოთ ამ ბიჭების ჩიზმეთის. ვერ დალიოთ. და ამოდიხარ დამარე იარაღიო. რომ მე 500 კაცი თელი ინტელიგენცია მოსწონს 27 წელი